ჩემთვის დიზაინი მხოლოდ ვიზუალი არ არის, ეს არის გზა, რომ ციფრული სამყარო უფრო მარტივი გავხადო. მე ვარ თამარ ნაჭყებია, UX UI დიზაინერი. ციფრული პროფესიების მიმართ ინტერესი თანდათანობით გამიჩნდა. ყოველთვის მაინტერესებდა, რატომ ხდება, რომ ზოგიერთი აპლიკაცია მარტივია, მოხმარების თვალსაზრისით, ზოგი კი უფრო რთული. ეს ერთ-ერთი მიზეზი იყო, რამაც განაპირობა ჩემი ამ სფეროში მოხვედრა. აქამდე ჩემი კარიერა მენეჯმენტის მიმართულებით ვითარდებოდა. მუშაობდი ადამიანებთან, მართავდი პროცესებს, ვეძებდი პრობლემების გადაჭრის გზებს. დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ეს არ იყო ჩემთვის საკმარისი და რაღაცა ისეთი უნდა შემექმნა, რომ რასაც ადამიანები ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენებდნენ. ყოველთვის მომწონდა ვიზუალის და ტექნოლოგიების კვეთა. მაქვს ანალიტიკური აზროვნება და რაღაცნაირად ერთმანეთს ვთვლი, რომ ეს ყველაფერი უკავშირდება და გამომადგებოდა ჩემს სამომავლო პროფესიაში. მით უმეტეს მომწონს, როდესაც ლამაზ ვიზუალებს ვქნი და ეს ვიზუალები ლოგიკურადაა განლაგებული. როდესაც გადავწყვიტე, რომ UX UI დიზაინი მესწავლა, ისევ სკილს მივაკითხე, რადგანაც მან გავლილი მქონდა Excel-ის კურსი, ვიყავი უზომოდ კმაყოფილი და ჩემთვის ეს გარემო ყველაფერი აბსოლუტურად მისაღები იყო. მათი პროგრამა მიმართულია პრაქტიკაზე. ჩვენ გავიარეთ სრული ციკლი, დაწყებული მომხმარებელთა კვლევებით და დამთავრებული რთული დიზაინების შექმნით. ვისწავლეთ დიზაინ სისტემებთან მუშაობა და მათი შექმნა. ეს პროფესია იმაზე ბევრად ღრმა აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა. UX UI დიზაინის მთავარი ბენეფიტი არის, რომ შენი ნაშრომით შეგიძლია ადამიანებს ცხოვრება გაუმარტივო. ასევე ერთ-ერთი მთავარი პლუსი ამ პროფესიის ის არის, რომ შეგიძლია მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან იმუშაო და ყოველდღიურად განვითარდე და ჩამოყალიბდე პროფესიონალად. ყველაზე რთული იყო აზროვნების ტრანსფორმაცია. უნდა შეგვეხედა მომხმარებლების თვალით სხვადასხვა სიტუაციებისთვის. და ამაში გვეხმარებოდა Skillwheel-ის გარემო და ძალიან ხარს გვიჭერდა მენტორები. სწავლის პროცესი იყო საკმაოდ დატვირთული, მაგრამ ამავდროულად საინტერესო. სისტემატიურად გვიტარდებოდა ლექციები, ვორქშოპები, იყო კვიზები, ჰქონდა ასევე ჯგუფური სამუშაო. ვორქშოპმა მომცა ის გამოცდილება, რომ შემიძლია ვიმუშაო არა მხოლოდ მარტო, არამედ გუნდთან ერთად, მენტორის დახმარებით და მხარდაჭერით. შემიძლია შევასრულო ჩემზე დაკისრებული მოვალეობები და ბოლომდე მივიყვანო დაწყებული საქმე. დავალებების სისტემა მაძლევდა ჯანსაღი კონკურენციის შესაძლებლობას და თითოეული დავალების შემდეგ და მიღებული ქულის შემდეგ მე ვხედავდი, რამდენად გავიზარდე. Skillwheel-ში სწავლის პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება დავუთმე ბაზრის კვლევასა და მომხმარებლების ქცევის ანალიზს. სრულყოფილად შევისწავლე Figma. ვმუშაობ დიზაინ სისტემებთან. ჩემთვის მთავარია შევქმნა ისეთი ვიზუალი, რომელიც არა მხოლოდ ლამაზი იქნება, არამედ მოსახერხებელი და პრაქტიკული მომხმარებლისთვის. ნახევარი კურსი უკვე გავიარე. დაგვრჩა რეალურ პროექტებზე მუშაობის დაწყება. რასაც მოუთმენად ველოდები, რადგან მგონია, რომ ეს ზუსტად ის ბერკეტია, რომელიც მომცემს იმ გამოცდილებას, რომ დამოუკიდებლად გავიარო ყველა ის ეტაპი, რასაც გადის აპლიკაცია თუ საიტი, იქამდე სანამ მომხმარებელთან მივა და შევქმნა მათზე მორგებული რეალური პროექტი. ჩემი სამომავლო მიზანია Skillwheel-ში მიღებული ცოდნა საერთაშორისო პროექტებს მოვახმარო. ჩამოვყალიბდე მაღალი დონის პროფესიონალად და შევქმნა პროდუქტები არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საერთაშორისო ბაზრისთვის.